მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მე მინდა შეგახსენოთ მაინც, რომ ჩვენს წინა ფილმს ერქვა 50-იანელნი. ის გახლავთ მე-11 და აი მივადექით დასასრულს ჩვენი სერიებისას. დღეს უნდა ვისაუბროთ თანამედროვე ქართულ წერლობაზე. ანუ იმაზე, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ და რაიც ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამ თავითვე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისგებლობით, რომ ჩვენ დღესაც უაღრესად საინტერესო მწერლობა გვაქვს, დროის და ვითარების და საუკუნის ბრალია. თუ ისეთი სულიერი საზოგადოებრივი ზეგავლენა არ აქვს მწერლობას კითხვებზე, ხალხზე საერთოდ, თუ რაღაც მიზეზთა გამოთ, რომლის რკვევასაც მე აქ არ შეუდგები, თქვენ თვითონ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ნაწილობრივ დაკარგა მკითხველი მწერლობამ, მაგრამ თუ დღეს ჩვენს ლიტერატურაში ტრიალებს ის სული, რაც ტრადიციულად მოჰყვება ქართულ მწერლობას ამ 15 საუკუნოვანი კლასიკური განვითარების გზის მანძილზე, ესე იგი ჩვენს არსებობასაც თავისი გამართლება აქვს. 50-იანელნი ერქვა წინა ფილმს, მე-12 სერიას ჰქვია ის მაინც ბრუნავს. ბევრი რამ მოხდა საქართველოში საინტერესო, დრამატული იყო არა მარტო შემოქმედება ქართველი მწერლებისა, ქართველი კლასიკოსებისა, დრამატული იყო მათი ბედიც. მე მახსენდება ერთი შესანიშნავი პოეტის მიხეილ ქლივიძის ლექსი იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდა შოთა რუსთაველი საქართველოს გარეთ. მე ამის მიზეზებზე თქვენ ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ახლა ჩემს გონებაში ამოტიტვდა ეს შვენიერი ლექსი მიხეილ ქლივიძისა. მას შენ ამბობ, რომ არ ყოლია მტრები რუსთაველს, არ გაქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს და სიყვარულის და ტრფობის მხოლოდ ბრალია, რომ რუსთაველმა უცხოეთში სული დალია. არ არის ქართველთა გზა ასე იოლი, თვითმკვლელობა ჩვენში დიდი საქმის დაწყება სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაქტიონი და შურდულივით ქვაფენილზე დაენარცხება. დიახ, ზოგიერთს კლავდნენ სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ზოგიერთი იქამდე მიყავდათ, რომ თვითმკვლელობით ამთავრებდა ცხოვრებას, ზოგს აიძულებდნენ სამშობლოდან გადახვეწილიყო, ხოლო ზოგი მისი ვაჟკაცური და რაინდული ცხოვრების წესის გამო თვითონ ხვდებოდა ძალიან შორს ციმბირში. ერთი ასეთი კაცის ხსენებით უნდა დავიწყოთ ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი მიმოხილვა თანამედროვე მწერლების შესახებ. ეს გახლავთ ჭაბუ ამირეჯიბი. ჭაბუ ამირეჯიბმა სულ 4-ოდე რომანი დაწერა, 4-ოდე მეთქი. ამას იმიტომ ამბობ, რომ მისი ცხოვრების ბევრი წელი წაიღო გულაგებში, გადასახლებებში ყოფნამ, მაგრამ როცა ჩამოვბრძანდა იგი საქართველოში, ჩამოვბრძანდა სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თან ჩამოიტანა უკვე თითქმის დამთავრებული წყინვალე რომანი დათა თუთაშხია. დათა თუთაშხია სიმბოლისტური ისტორია მთელი საქართველოს სულიერი ცხოვრებისა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. როცა გზა გასაყარზე დგას ქვეყანა, ძვირფასო მეგობრებო, როცა არ იცის რა არის უფრო სწორი, რას უნდა მიყვეს, როცა თითქმის გაცრეცილია
ღვთისადმი რწმენა, როცა ახალი ფილოსოფიური თეორიები მაინდა-მაინც ვერ ამართლებენ, იმიტომ რომ ზოგან არიან ტერორისტები, ზოგან ყაჩაღები, ზოგან სუფთა ხელის მქონე რევოლუციონერები, მაგრამ ამ დროს შემოდის ქართულ სინამდვილეში, შემოყავს ჭაბო ამირეჯიბს დათა თუთაშხია. ეს ეთილი რაინდი, კეთილმოსუნე მაძიებელი აბრაგი. ხან იქეთ მიდგება, ხან აქეთ, ხან ცხოვრება დაუმტკიცებს მას, რომ ვისაც ჩააცვა იმან გამხადა სწორედო რაქნას არ იცის, ბოლოს გადაწყვეტს. არავის საქმეში არ ვერევიმე, მაგრამ არც ამ მდგომარეობამ გაამართლა. ცდილობს დათა არავის საქმეში არ ჩაერიოს, მაგრამ იგი ცხოვრებამ ძალით გარია და საქმეში არ ჩაურევლობის მისმა პრინციპმა თვითონ მისი საბედისწერო ბედიც გადაწყვიტა. უფრო ღრმა ნაწარმოებია დათა თუთაშხია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ამით საქართველოს ბედზე, საქართველოს ორიენტაციაზეა ლაპარაკი. მწერალი ფიქრობს, რომ საქართველოს ბედი დღეს საბალახოზე მიშვებულ ნახირის ბედს გავს. ჩვენ უმიზნოდ დავეხეტებით ზევით და ქვევით. საქართველოს აღარ აქვს არც უფლება იმისა და არც საშუალება ამ მე-20 საუკუნეში, რომ ნეიტრალიტეტი, არავის საქმეში ჩარევის ბედი აიღოს თავისი ცხოვრების საგზლად, მაგრამ ეს მძიმე ყოფა საქართველოს იმდროინდელი საქართველოსა წინვალეთ ასახა დათა თუთაშხიაში ჭაბო ამირეჯიბმა და რომ აღარ ვახსენოთ გორამ ბორგალი და სხვა წიგნები მისი, მან სამუდამოდ დატოვა ქართული ლიტერატურის კლასიკურ ისტორიაში თავისი კვალი, როგორც უაღრესად საინტერესო მწერალმა. მის დროს მოღვაწეობდა თავისებური ასევე დიდი ფრთების, ლიტერატურული ფრთების მქონე ოთარ ჭილაძე. ოთარ ჭილაძის რომანებიც თავისი სამშობლოს ბედს დასტრიალებს. ეს ფილოსოფიური რომანებია, რა თქმა უნდა, მასში სიმართლეა იმაზე მეტი დოზით, ვიდრე ქართველ მწერალს მასში შეეძლო ეთქვა და აი ერთი რომანის პასაჟი. ძვირფასო მეგობრებო, სოფელში დაბეჭებულ ქართველ ქალს საყვარლად ყავს თათარი, რომელიც მოდის ყოველ მეორე დღეს გაივლის თელ სოფელს, სოფლის თვალწინ და ამაყად შედის ამ თავისი საყვარელი ქალის სახლში. თელ სოფელს ზულს ეს კაცი, მაგრამ ძალა არ აქვს, რომ განდევნოს იგი. აბა გაიხსენეთ ბედი საქართველოსი, იმდროინდელი ოსმალთა დამოკიდებულება უფრო ადრინდელი საქართველოს მიმართ. ოთარ ჭილაძე მიუთითებს ძალიან კარგად და სწორად, რომ სანამ უღელს არ გადაიგდებ შენ საქართველო, მანამდე არ გეშველება. ხოლო ვაი რომ ამ უღლის გადაგდება მარტო შენზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ის იყოს დამოკიდებული ისტორიულ ვითარებაზე, გარემო ვითარებაზე, რომელიც შენ და სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს. ოთარ ჭილაძე მანამდე წერდა ლექსებს, მისი პოემები და ლექსები იყო დაღდასმული უაღრესად ქართული იდეოლოგიით, მაღალი პოეზიით, დიდებული მხატვრული სახეებით. იცხოვრა მან პროფესიონალი მწერლის საინტერესო ცხოვრებით და სიკვდილის წინ გამოგვიგზავნა მწერალთა კავშირში, მწერლის გაზეთის რედაქციაში ერთი ლექსი, რომელი ლექსიც მაშინვე დავბეჭდეთ და ეს ლექსი მე ერთი წაკითხვით ზეპირად დამახსოვდა, თუ ნებას მომცემ წაგიკითხავთ. რაც არ ყოფილა, ის არ იქნება, მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც. გზა შეიკვრება, ან გაიხსნება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა. მეც წავალ, ოღონ ცოტა მადროვეთ,
უნდა შევავსო ბოლო ფურცელი და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი. გაუფერულდა ჩაბარდა წარსულს, რითაც დროს ვკლავდი, ან თავს ვირთოვდი. მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ ვსურს. კარგად იყავით, მადლობთ, მშვიდობით. აი, კაცრ დროს, რომელმაც შეიძლება არც კი იცის ბოლომდე მისი ღირსეული და დიდი მწერლის ფასი, ასე გამოეთხოვა ოთარ ჭილაძე. ოთარ ჭილაძეს ხმალ და ხმალ, მხარ და მხარ მოჰყვებიან მისი ლიტერატურული ძმები. ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც სიტყვის ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება თვისით არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. და ეს ლექსი მარსელიო ზასავით გახდა იმ დროის რევოლუციური ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ჰიმნი. ტარიელ ჭანტურია. მეც ზურაბივით ქართლის კედელში ჩაშენებული ყავარ შუამდე. ნახევრად მაინც თუ კი გადავრჩი, ნახევრად მაინც ვიგრძნობ ჟუანტელს. გაიჭრიალა მომავლის კარმა, ჩაესო ურჩხულს ხმალი ვადამდე. დავეკითხები ნაომარ არმას, ჩემო ძვირფასო მთებო სადამდე. ეს ლექსი მე იმიტომ მოგახსენეთ ზეპირად, რომ ტარიელ ჭანტურიას დიახაც არის ერთი მებრძოლი და უაღრესად თანამედროვე ქართული სულის გამომხატველი პოეტი. გაქვია ზაურ ბოლქვაძე. ამღერებული, ათრთოლებული, გზნებარე, ცეცხლოვანი ლექსების ავტორი, რომელიც დაიკვნესებს სწორედ იმიტომ მოუკვდები მშვიდად, რომ შენ მოგაკლო სიკვდილი ერთი. ჩემგან შორსა არ დავიწყება დაუკვდების მყთარი ლანდები. მე ამ პატარა ლექსში ვიწყები და ამ პატარა ლექსით თავდები. უსიმღერობა საშველს არ მომცემს, ამბობს ზაურ ბოლქვაძე და თავის ქვეყანას, იმას, რომლისთვისაც მზად არის ის, რომ ყოველ წუთს სიცოცხლე გასციროს, ეფიცება დღეს ერთად რომ მოგდეთ შენთვის, საფლავებად არ გვეყოფიო. ზაურ ბოლქვაძის გვერდით ასევე ქართულ ლიტერატურაში მნათობენ მის შემდეგ მოსული უმრწემესი პოეტები. ვახტანგ ჯავახაძე ერთ პატარა ლექსში ამბობს, მიმართავს გაგაუზებს. ერთ პატარა ტომს, თუ კი რუსი გაგარუსებს, ვიღა გადმო გაგაუზებს. რა თქმა უნდა, გაგაუზებს კი არ ეხება. ვახტანგ ჯავახაძის სამშობლო საქართველოს ეხება ეს ამბავი. და მოვიდნენ 70-იანელები. 70-იანელები და 80-იანელები, ესენი დღესაც თანამედროვე ლიტერატურის საერთო ანსამბლს, სახეს, თანამედროვე ლიტერატურის მშვენებას წარმოადგენენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი უნდა დავასახელო მაყვალა გონაშვილი, რომლის ლექსსაც გააჩნია ქალური სილბოც და ვაჟკაცური ხუხარებაც, საკმაოდ კრიტიკული თვალით, ამავე დროს დრამატიზმით უყურებს იგი თანამედროვეობის მოვლენებს. სიმართლე, რომელიც მაყვალა გონაშვილის პირით გაღადებს, საერთო ქართული სიმართლეა. ის სიმართლეა, რომელიც ჩვენს ერს და მკითხველს დღეს ძალიან სჭირდება. მაინც როგორ გიხდება ეს წყეული სიმღერა, მომავალი შენია, შენია და ელოდე, ასე როგორ მივიდეთ, ასე დაჩოქილები, ასე დამხობილები ხვალის საქართველომდე. აი წუხილი მაყვალა გონაშვილისა, აი აზრი მისი შემოქმედებისა კიდევ ერთ ლექსში გამოხატული. მე არც გრუზია მინდა ვიყო და არც ჯორჯია, ჩემი სამშობლო საქართველო ერთი გოჯია. მაყვალა გონაშვილს მხარს უმშვენებენ, ეს არა ლიტერატურული სიტყვა, ცოტა რიტორიკულ სიტყვად გამექცა, მაგრამ ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან და მათ შემოქმედებას მე კარგად ვიცნობ და ახლოს არის ჩემ სულთან და გულთან მათი ნაწერები. ესენი გახლავან რაულ ჩილაჩავა, ესენი გახლავან ბაღათერ
არაბული, ბესიკ ხარანაული, სხვანი და სხვანი. ასევე ძლიერი და მართალია ქართული პროზაც. აქ უნდა დავასახელო, რა თქმა უნდა, გურამ დოჩანაშვილი და ძალიან გაუბედავად და მორცხობა გაშვებით, დიდი ბოდიშის მოხდით დავასახელებ თქვენს მომორჩილსაც, რომელსაც 2008 წლის ომის თემაზეც და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების ომის თემაზე დაწერილი აქვს ნოველები. ტაბახმელა, როცა ქართველი იუნკრების დასახმარებლად თბილისში მოხალისეთა ლაშქარი არ შეიკრიბა, ასევე ომი, იუნკრები, 2008 წლის თემაზე დაწერილი პატარა ნოველები, რითაც ცადე შევხმიანებოდი თემას, რომელიც ქართველი კაცისთვის ასე ახლობელია. საქართველოს ყავს ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კარგი პლეიადა ლიტერატურის კრიტიკოსებისა. ესენი არიან სოსო სიგუა, მურმან თავდიშვილი, ალთანდილ ნიკოლეიშვილი, ზაურ ნაჭყებია. საქართველოს ყავს წყინვალე პუბლიცისტი და ისტორიკოსი მწერალი ლევან სანიკიძე, რომელმაც დაწერა უქარქაშო ხმლები და დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში და იქნება ეხლაც ქართველი კაცისთვის სამაგიდო წიგნია ეს უქარქაშო ხმლები და მე მინდა ორიოდე სიტყვით თანამედროვე ეპოქაც დავახასიათო. ჩვენ მოვიპოვეთ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, ჰაი რომ ჩემ და საუბედუროთ სინანულით ვამბობ ეგრეთ წოდებულს, იმიტომ რომ შეძლებს დაგვარად ცოტათი ჩვენ დასავლეთის დახმარებით ამას არავინ არ უარყოფს. ვეზიარეთ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას და წარმოიდგინეთ უკანასკნელ წლებში ახალ მე არ დავარქვე მუხანათობას, მაგრამ ვაის გავეყარე და უის შევეყარეს მსგავსი რამ სჭირს თანამედროვე საქართველოს. ამჯერად უკვე დასავლეთმა საქართველოს ტერიტორიები ხომ ოკუპირებულია და ჩვენ ვითომ გამოვიგონეთ დასავლეთი შევეფარეთ, რომ მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიგვეღო, თუმცა არც ეს აღმოჩნდა მართალი და სანდო ბოლომდე დასავლეთმა თითის ქნევით დაგვიწყო ლაპარაკი და თითქმის მთელი მსოფლიო განაწყო დასავლეთმა უარყოფითად საქართველოს მიმართ, რას ქვია შენ გაბედე და იმაზე მეტი აიღე თავზე შენი ახალი კანონის სახით, რისი უფლებას ჩვენ მოგვეცით ამერიკამ და დასავლეთმაო. მე მადლობელი ვარ იმისა და ამ ჩემს სოლიდურ ასაკში ხმამაღლა უნდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყო ძალა ახალი ბატონისთვისაც ცოტა ყინჩად ამაყად ეჩვენებილა თავისი თავი, თავისუფალი და დამოუკიდებლობის მოსურნე საქართველოსი. ამით ვამთავრებთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს მიმოხილმით ფილმს, რომელიც ბატონმა ბექამ, ჩვენმა რეჟისორმა და პროდიუსერმა და მე ჩავიფიქრეთ 12 ფილმად სათქმელად იმისა, თუ როგორ შეასრულა ქართველმა მწერალმა თავისი ვალი სამშობლოს წინაშე. როგორი იყო ბედი ჩვენი ლიტერატურისა მისი ჩასახვიდან დღემდე. რა უთხრა ქართველმა მწერალმა თავის ხალხს ისეთი, რომელიც მას ჭირში გააძლებინებდა, გადაატანინებდა ამ მძიმე ისტორიულ ყოფას, ომებს და ასევე ხშირად სულის შემხუთავ ატმოსფეროს, რომელიც არა მარტო მწერლისთვის იყო ძნელად ასატანი, არამედ საერთოდ ერისთვის და დღემდე მოღწეული ტრადიცია ქართული მწერლობისა დროშა, რომელიც აღიმართა მე-5 საუკუნეში სათქმელად იმისა, რომ უპირველესი და უმთავრესი სამშობლოა ჩვენი რჯულია, ჩვენი ენა და სარწმუნოება, როგორ აიტაცეს შემდგომმა თაობებმა, როგორ გააგრძელეს, იშვიათად რომ
მსოფლიოში რომელიმე ერს ჰქონდეს ასე ერთიანი გზა ლიტერატურისა, რომ ერთი თემა იყოს მთავარი და განსაზღვრელი თემა მწერლობისათმის. როგორ აიღეს მერე ხელში ქართველმა სამოციანელებმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, როგორ გადმოსცეს ეს დროშა შემდეგ თაობებს და ბოლოს გალაქტიონის და სხვათა დიდი მეცადინეობით, დიდი თავდადებით, დიდი კომაგობით, როგორ იქცა დღესაც ტრადიციად ქართული ლექსისათვის სამშობლოობის თემა. ჩვენგან მხოლოდ იმას მოითხოვს მომავალი ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ უთხრათ ერს, უთხრათ ქვეყანას, არ შეშინდე, არ დაეცე, გამაგრდი, შენ უფრო ძნელი მოსახვევებიც გაგივლია ჩემო საქართველო. წინ კიდევ დიდი გზა, დიდი ასპარეზია. მე კი ჩემს მეგობარ მწერლებს მოუწოდებ, ჩვენი საქმე მწერლობაა, ცხოვრების გალამაზება კი არა, სიმართლის თქმა მკითხველისთვის, ჩვენი ხანდახან უაღრესად ძნელი ცხოვრების სურათების აღწერა ჩვენი მთავარი საქმე და ამავე დროს არავითარი მორჩილება, არავითარი რომელიმე იზმის მონობა, არავითარი თქმა იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად არტახებში უნდა მოექცეთ რომელიმე ესთეტიკური იზმისა, უფალი ჩვენი მხოლოდ უფალია ზემოთ და არავითარი ბატონი, არავითარი მითითებელი და გზის მაჩვენებელი თანამედროვე თავისუფალ ქართულ ლიტერატურას არ ჭირდება და ჩემი მეგობრის მორის ფოცხიშვილის ლექსით დავამთავრებ საუბარს. რწმენით იდგა, დარაჯობდა სამშობლოს, ზე ასწია უკვდების ფარდა, პოეზიას არ ყოლია ბატონი, პოეზიას რუსთაველი ყავდა. ამ სიტყვებით დავამთავროთ ჩვენი საუბარი ძვირფასო მეგობრებო. მორის ფოცხიშვილმა ასე განუსაზღვრა თავის თავს და მის შემდგომ მოსულ ლიტერატურულ თაობებს, ლიტერატურის თავისუფლების მაგიური გზა. პოეზიას არ ყოლია ბატონი, პოეზიას რუსთაველი ყავდა. გმადლობთ ყურადღებისათვის.